დღეს არის 23 ნოემბერი, გიორგობა დღე და დღეს გავხდი 10 კვირის ორსული. მე და კახა ველოდებით ბედერე ბაიას ველოდებით მე და კახა. მაგრად გვიხარია და ძალიან კარგი ამბავია ეს ამბავი, რაც ჩვენ თავს მოხდა. ბოლო 4 კვირა უკვე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ეს არა რამე ტკივილის მაგვარი მაწუხებდეს, აღარაფერი არ მაწუხებს. ალაგ-ალაგ თავის ტკივილების შემომიტევს ხოლმე და პრინციპში ვმართავ ამ თავის ტკივილებს, ვიყავი ნევროლოგთანაც და მითხრა რა როგორ უნდა ვაკეთო. და ვიცი, ახლა ყველაფერი კარგად არის. მშვენივრად ვგრძნობ თავს, ენერგიაც მაქვს. არაფერი მაწუხებს და მოუთმელად ველოდები შემდეგ ეკოსკოპიას, რომელსაც დაახლოებით 2 კვირაში დავგეგმავ. და ნახავთ როგორ არის ყველაფერი. რაც შეეხება ბავშვის სქესს, აბსოლუტურად ყველას ჩემ გარშემო. ანუ ვისაც გინდათ გკითხოთ, კახა იქნება, ჩემი შვილი იქნება, ჩემი მშობლები, ნათესავები, მეგობრები და ასე შემდეგ. ყველას აინტერესებს სქესი ჩემ გარდა. იმიტომ რომ მე დიდი სურვილი მქონდა ანანოზეც და ეხლაც როცა გავაჩენდი, მაშინ ვთქვა ჩემთვის ბავშვის სქესი, მაგრამ მე ძალიან მეეჭვება რომ ეს დამაცადონ პირველ ჯერზე. თვითონ ეკოსკოპის გაფრთხილებაც დამავიწყდა იმის შესახებ, რომ არ მინდოდა სქესის გაგება და პირდაპირ მითხრა რომ გოგო იყო და ამ შემთხვევაში მე მგონია არავინ არ დამაცდის. კახას ძალიან უნდა იცოდეს ვინ არის და მე პირადად რაღა დაგიმალოთ და არავისთან ჯიკაობის ნერვი არა მაქვს მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რამდენი არ ვიხვეწე და თხოვე ყველას რომ აი ამ ამბავში წამომყოლოდნენ, ყველა რაღაც კონტრარგუმენტით მოდის და მე კიდევ დიდად არ მიყვარს კამათში შესვლა ვიღაცებთან და ზოგადად არავისთან კამათში შესვლა არ მიყვარს და ასეთ დროს რატომღაც მირჩევნია ხოლმე რომ დავთმო ვიდრე რაღაცა კონფლიქტში გადაიზარდოს. ანუ წინს ცოტა რომ არ ესმით ეს ჩემი სურვილი, მაგრამ რა გავაკეთო. ამ შემთხვევაში მიწევს დათმობა. ასევე ჩემი წინად გრძნობით და ჩემი გამოგონილი თეორიის მიხედვით, რომლის შინაარსაც გაგაცნობთ, ახლა არ არის პრობლემა. ჩემი გამოგონილი თეორიის მიხედვით ეს ბავშვი იქნება ბიჭი. და მე თან რაღაც პატარ-პატარა ვიდეოებს რო ვუყურებ ხოლმე ხან TikTok-ზე და ხან ChatGPT-ის გიჟივით ვეკითხები და ხან რაღაცები, მაგ სიმპტომატიკის მიხედვითაც ბიჭია. მაგრამ მე ყველაზე მეტად ჩემი გამოგონილი თეორიის მჯერა. მე არ ვიცი ამ თეორიაზე ადრე ვინმე ვიმუშავა თუ არა, არასდროს არ მსმენია რომ ამ თეორიაზე ვინმე ესაუბრა. და მე დავარქვი ამას მეორე შვილის თეორია. იმიტომ რომ მხოლოდ მეორე შვილებზე ვიცი ეს, არც პირველზე ვიცი და არც დანარჩენებზე. მარტო მეორეზე ვიცი როგორ გავიგო სქესი. და ეს ყველაფერი დამოკიდებულია პირველ შვილზე. ახლა გეტყვით და ვუშვათ. პირველი შვილი თუ ყავთ გოგო და ეს გოგო გავს მამას, მაშინ მეორე იქნება ბიჭი. თუ პირველი შვილი ყავთ გოგო და ეს გოგონა გავს დედას, მაშინ მეორეც იქნება გოგო. და პირიქით ბიჭზე რა, თუ ბიჭია დაბადებული და პირველი შვილი და დედას გავს, მეორე აუცილებლად იქნება გოგო. და თუ ბიჭი გაგიჩნდათ და პირველი შვილი და ეს პირველი შვილი მამას გავს, მაშინ მეორეც იქნება ბიჭი. აი ამაში მდგომარეობს ჩემი თეორია.
მოიცა ვუპასუხო. ბატონო. არა, რაცივა, ძალიან კარგი ამინდია. ხო, აი ეს არხეინად ვდევარ იმაზე სანაპიროზე. ცოტა ბინძურია სანაპირო, მაგრამ აი რაღაცებს ვიკიდებ ცხოვრებაში. რა ვიკიდებ, ანუ დაკიდება. ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება. შენ სათხარ. ხო, რავი, მე უმანქანოდვარ, მაგრამ დიდი იმედია, რომ კახა მომაკითხავს. როცა იქ. ხო. 505-ით ავედი. 505-ისთან იქ ჩამოვედი, ურლის რო აუხო პირველივე გაჩერებაზე და მე ისა რა ქვია, შემოვედი ფეხით. კაი. ბასუ, 5 რო დააკლდება, უნდა მიხვიდე. არ ვიცი, მოასწრებ? აქვე იკატავე თუ გინდა. ხო, რავი, მე მგონი ვერ მოასწრებ 15 წუთში. მოკლედ ამ თეორიის მიხედვით, ჩემი და კახას მეორე შვილი, ორივესთვის მეორე შვილია, გამოვა ბიჭი, იმიტომ რომ ორივეს გოგოები ყავს, პირველი შვილები და ორივე ახლა ანანოც მამას გავს და ელენეც კახას გავს. აი ესე, ანუ პირველი შეხედვით იტყვი, რომ ელენე კახას გავს და ნუ ახლა ანანოზე არავის ეჭვია რეპარება საერთოდ, რომ ზუსტი ასლი არის გიორგისი, აი მე არ ვიცი ვის ეპარება ამაში ეჭვი, აი იმდენად ერთნაირები არიან, რომ რა ვიცი. ხო და ამ თეორიის მიხედვით, რაღაც ჩვენი პირველი შვილი გოგოები მამებს გვანან, ამიტომ ახლა გაჩნდება ბიჭი და ნუ დამემსგავსება მე, რა თქმა უნდა და რა პრობლემა. ხო, მე ძალიან მიხარია ეს ამბავი, ბავშვები ძალიან მიყვარს და არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები, ზუსტად არ ვიცი. იმედია უკეთესი. ვიდრე ანანოზე დედა ნაკლებად ვიყავი, უბრალოდ დამსწრე ვიყავი ანანოზე, მე მგონი არ ვიცი. ყრილობის დელეგატი ვიყავი ანანოს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძირითადად დედაჩემი და მამაჩემი ზრდიდნენ, მაგრამ რაღაცები ახლა მახსოვს და ვისწავლე და 34 წლის ასაკში რომ მეორე შვილს გააჩენ, რაც ცხადია დიდი სხვაობაა იმასთან შედარებით, რომ 18 წლის ბავშვმა გააჩინო კიდევ ერთი ბავშვი. მე მგონია, რომ უკეთესი დედა ვიქნები.